მეგობრებო, ყოველთვის მიყვარდა რაღაცის შეკოწიზება. ბავშვობაში ეს იყო დიზაინი, შემდეგ იყო ხატვა და ბოლოს უკვე წერა. და ჩემი სულის სიმშვიდე სწორედ პოეზიაში ვიპოვე. რამდენიმე ადამიანთან გავწყვეტე ურთიერთობა სწორედ იმიტომ, რომ დაცინვით აბუჩა დააგდებულად მითხრეს მოსამწერალი ხომ არ გახდიო. სწორედ უსულოება იგრძნობა ასეთ ადამიანებში და მეც დიდად ყურადღებას აღარ ვაქცევ. ძალიან მიყვარს თავისუფალ დროს ბარათაშვილის, რილკეს, პასტერნაკის და სხვა მრავალი დიდებული მწერლის ლექსების კითხვა. და მიყვარს დროდადრო მათ რამოდენიმე შემოქმედების ნიმუშს ვგთავაზობთ ხოლმე ჩემი ლექსების გარდა, რომლებიც ჯერ არ გამომიცია და იმედი მაქვს მე გამოვცე. დღეს მინდა წაკითხოთ ერთ-ერთი რილკეს შესანიშნავი ლექსი, სახელწოდებით პოეტი. ძალიან უძველებური სულის პატრონი ვარ, ვიცი. ანუ უბრალოდ ნორმალური ადამიანი ვარ და სხვები აღმიქვავენ ასე. და ამიტომაც შემოგთავაზებთ ამ ლექსს პოეტი. მეც მაქვს ჩემი ერთი პოეტი, მაგრამ ძირითადად ქართულ რეალობაზე მორგებული და რილკეს პოეტი არის აი ნამდვილ სულიერ ჩარჩოებს რო ჩაძლება ისეთი. პოეტი, შენ ჩემგან წასვლას ცდილობ ჟამო დროის საათო და შენი ფრთები ჭრილობებზე შოლტივით მირტყამს. ახლა რა გავქნა, ასე მარტომ როგორ გავართო ეს ჩემი ღამე, ეს ჩემი დღე, ბაგეან სიტყვა. არა მყავს სათბო, არც სახლი მაქვს, არც ის ადგილი, სადაც ცხოვრება ჩემს სულს ბოლოს ანთელს ჩაუქრობს. ყველაფერს, რასაც თავს უძღვნიდა ჩემით, ვამდიდრებ უჩნდება დიდი სურვილი, რომ გამასაჩუქროს. ძალიან ღრმა აზრია და ერთი დღეც კი წავა, რომ გადვიხილო, იმდენად ღრმა აზრი დევს ამ ლექსში.